ყველაზე დიდი შეცდომა, რაც დავუშვით. როდესაც ჩვენ ეს ბიზნესი დავიწყეთ და დავიწყეთ ასევე ვიდეოების ატვირთვა, შემოვიდა ძალიან ბევრი შეკვეთა. დავიწყეთ ამ ყველაფრის რეალიზაცია, ძალიან ბევრი რაღაც არ ვიცოდით და ყველაფერს ვერ ვაბამდით თავს. შეკვეთების გაგზავნა, წარმოება, განაწილება, მარაგების დაგროვება, ფინანსების გადანაწილება თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ყველაფერში არ გქონდა გამოცდილება და ამიტომაც გაგვიჭირდა ასე ძალიან. ძალიან ბევრჯერ მოგვივიდა კამათი, თუნდაც მე და ლევანს. ბევრი გვიტირია, ბევრი გვიცინია. შედეგად პიროვნულადაც გავიზარდეთ და ძალიან ბევრი რაღაც ვისწავლეთ. მაგრამ იცით რა ვინანეთ? ჩვენი შეცდომა ის იყო, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის არ გვინახებია. ძალიან რთულია იდგე კამერასთან და ისაუბრო გულწრფელად. როცა ამხელა აუდიტორიის წინაშე შენ გიწევს, რომ ილაპარაკო გულწრფელად და გამოაჩინო შენი სისუსტეები, ეს ნამდვილად ძალიან რთულია. მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენ ხართ. და ვიცით, რომ ჩვენი გამოცდილება შეიძლება ძალიან ბევრ თქვენგანს დაეხმაროს. ჩვენ გვაქვს სათქმელი და გვინდა ამ სათქმელის თქვენამდე მოტანა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ შეგვექმნა ეს აკაუნთი. აქ იქნებოდნენ ისეთი ადამიანები, ვისაც აინტერესებთ არა მხოლოდ ჩვენი პროდუქტი, არამედ ჩვენი განვლილი გზა და მიღებული გამოცდილება. ახლაც მიჭირს ამ ვიდეოს ჩაწერა, მაგრამ ამ სირთულის მიუხედავად აუცილებელია, რომ ჩვენ განვაგრძოთ იმის გაკეთება, რაშიც არ ვგრძნობთ კომფორტულად თავს, რადგან კომფორტის ზონიდან გამოსვლას მოაქვს ყველაზე დიდი წარმატება.